მოგესალმებით მეგობრებო. ეს გვექნება ესეთი იარაღის განყუთვა, განხილვა. Fabarmi L4S მოდელი. ზოგადად Fabarmზე ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს. ანუ დეტალური განხილვის, ასე რომ ვთქვა და ესეთი შეფასების. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ეს ვიდეო კონკრეტულ იარაღზე და მოკლედ წარმოგიდგენთ ახლა ამ იარაღს. ეს იარაღი არის აი ესეთ მდგომარეობაში ფოტოჩი. მითითებები პირველი ასე რომ ვთქვათ აუცილებელი რაღაცეების. შემდეგ მოდი მარტივიდან დავიწყოთ. გვაქვს ანტაპკები, ძალიან კარგი ანტაპკებია. აი ესეთი ანტაპკებია, რომელიც ასე რომ ვთქვათ პირდაპირ წკაპდა ჯდება იარაღის კორპუსში და ზევიდან შემდეგ ამ ღილაკის დაწოლით, ზევიდან რა ღილაკიც აქვს, ამოდის ისევ ზემოთ, როცა აღარ გჭირდება. აქ დევს კიდევ ესეთი ყუთი. რომელ ყუთშიც ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ჩოკები. Fabarmსაც აქვს HP სტანდარტის ჩოკი. ჩვეულებრივ აქვს HP სტანდარტის ჩოკი. და არის 8 სანტიმეტრის სიგრძის. არის ძალიან მსუბუქი, აი არ ვიცი რისგან არის გაკეთებული, ასე რომ ვთქვათ, აი ძალიან მსუბუქია. აი წარმოუდგენლად მსუბუქი ჩოკებია, 8 სანტიმეტრი და 2 მილიმეტრის სიგრძის ჩოკებია. მოყვება 3 ჩოკი, ერთი ლულაზე აყენია და მეორე 2 ცალი თავად აგერ არის. ამაში გვაქვს პატივცემული ლულა. პატივცემული Fabarmis ლულა. ბეკ არა, ტრიბორე გაბურღვა. ანუ ჩვენებურად ქართულად რო ვთქვათ, 3 ეტაპიანი გაბურღვით, რაც თავის თავში მოიცავს, რომ აქვს 3 გადასვლა ლულაში. აქვს 3 გადასვლა ლულაში. თან აი მინდა რომ ბევრი რაღაცა ვილაპარაკო და არ მინდა რომ გამომჩეს. განხილვა იქნება მაქსიმალურად დაწვრილებით, რაც შეიძლება რომ განვიხილოთ. ეს უკვე თავად იარაღი. კარგი ხით, კარგი ამბით. ოპა. აი ესეთი ულამაზესი ხით. აი ესეთი მდგომარეობით, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, მოგუყვა თავისი საბუთები, ეგრეთ წოდებული საბუთები. და Fabarmi L4S სერია არის ესეთი ბატონჩი. შემდეგ რით მინდა რომ დავიწყო ახლა ნელ-ნელა
რაღაცებს განვიხილავ თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. ესე იგი, რაშია საქმე ახლა? აი ესეთი წესიერი, კარგი, ასე რომ ვთქვათ, საკუთრების ჩასადები მოყვა, ესე გამაზათ იხსნებ, ახლა არავის არაფერს არ ვახარებ, უბრალოდ მომწონს, როცა ნაფიქრია, ასე რომ ვთქვათ, გემოვნებით რაღაცეებზე რა. ეს ორი სარეგულირო ფირფიტა, რომელიც ვიცით, რომ გვირეგულირებს მარჯვენას, მარცხენა გადახრებს, ზევით, ქვევით დახრებს და ეცვლება ჩვეულებრივ თავის რკინასთან ერთად არის უკან რკინის მანჟეტი მსგავსი მანჟეტი უზის კონდახში და ამ ფირფიტის დააყენების შესაბამისად ისის შესაბამის პოზიციაზე უნდა დავიჭიროთ, რაც მოყოლილი ინსტრუქციაში გვიწერია ზედმიწევნით, რა როგორ და რანაირად. ყველაზე პირველი და თვალში საცემი რაც არის, ეს არის ოფიციალური სერტიფიკატი, საბუთი, თუ რა ვიცი, რაც გვინდა დავარქვათ, წარმოებლისგან, რომ აქ გვიწერია მოკლედ 4 სხვადასხვა ენაზე, რომ გარდა იმისა, რომ ფაბარმი გადის CIP სტანდარტის ტესტირებას 1320 ბარზე, ანუ CIP სტანდარტის მიხედვით სავალდებულო ტესტირება არის 1320 ბარი, როგორც ტყვის საფანტის შემთხვევაში, ისე ფოლადის საფანტის შემთხვევაში და ჩვენ ვიცით, რომ სანადირო წნევა 1050 ბარზე ზევით არ არის, ეს 1320 ბარი არის, დანარჩენი დაზღვევა, რომ თოფი აუცილებლად და ერთმნიშვნელოვნად უძლებს უპირობოდ თავის სტანდარტულ დატვირთვებს. გარდა ამისაო, კიდევ ჩვენო ვაწარმოებთო ზე მაქსიმალურ წნევაზე, ანუ რაც შეიძლება რომ დატესტო და არა რასაც უძლებს, ასე რომ ვთქვათ, 1650 ბარზეო რა. ანუ კიდევ უფრო მაღალ საფეხურს ვიჭერთო, ასე რომ ვთქვათ, რა, ვიდრე სტანდარტები გვაძლევენო ინსტრუქციებს. და მოკლედ ეს სერტიფიკატი არის ოფიციალურად თავისი მონაცემები ყველაფერი არის მითითებული ზედ. რომ ეს თოფი არის დატესტილი 1630 ბარზე და შემოწმებული ასევე ტყვიისა და ფოლადის საფანტზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შემდეგ მოყვება ესეთი საგარანტიო ფურცელი. შემდეგ მოყვება ესეთი სქელი წიგნი 4 ენაზე, სადაც წერია თოფის მოხმარებისა და გამოყენების მთელი სტანდარტები. სადაც გვიწერენ, რომ გამოიყენეთო CIP-სა და ISO სტანდარტის მიხედვით წარმოებული ვაზნებიო. ხელი დატენილი ვაზნები არ გამოიყენოთო, რომ მაქსიმალური უსაფრთხოება იყოს შენარჩუნებულიო. ეს ალბათ ვიცით რატომაც, იმიტომ რომ იმათმა არ იციან ვინ როგორ დატენით ხელით ვაზნებს და შესაბამისად ისყვევენ თავს. აქედან გამომდინარე, ვისაც არ ხელგეწიფებათ ხელით ტენის ტექნოლოგია, არ გამოიყენოთ ბატონო ჩემო. შესაბამისად, აქ გვიწერია ჩვენ, რომ ამ მოყოლილ ჩოკებს, ანუ რეალურად 5 სტანდარტული ჩოკი აქვს ამას, წესი და რიგით, ცილინდრი, იმპროვიზირებული ცილინდრი, მედიუმი, მერე ლონგი და ექსტრემი რა, აგერ არის მითითებული ეგერია, მაგრამ ამას მოყვება 3 ჩოკი. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, სულ ყველა ჩოკს, რა ჩოკებიც მოყვება, ამ 5-ვე ჩოკს შეუძლია ფოლადის საფანტის სროლა. ორჭრილიანი თვისროლო თუ ერთჭრილიანი თვისროლო თუ რითვის როლო, ამაზე ფიქრი არ გჭირდება, საჭიროების შესაბამისად აყენებ ჩოკს და ისვრი ნებისმიერი ჩოკი. და სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიცით, თქვა თურქული თოფის სტანდარტის შემთხვევაში შეზღუდვა გვაქვს ყველა ჩოკით გასროლისა, რადგან იქ სტანდარტი მაღლა აღარ მიდის, ასე რომ ვთქვათ, და ჩერდება სამჭრილიან ჩოკზე. და სავსებით საკმარისია, მე თუ მითხავ, მეტი არც არის საჭირო, მაგრამ ეს თოფი გვაძლევს შეცდომის დაშვების უფლებას მაგ კუთხით, რომ რო დაგვავიწყდეს გადაყენება და ჩავდოთ ფოლადის საფანტი, ფოლადის საფანტზე გამოვიყენებთ ჩვეულებრივ. ეს ორი ძირითადი ინსტრუქცია, რაც საყურადღებოა ხოლმე, ასე რომ ვთქვათ, მომხმარებისთვის. ახლა გავიაროთ დანარჩენი საფუძვლებით. თოფი
თოფის ლულა, თვითონ თოფის წონა აწონილი გვაქვს და თვითონ თოფის წონა არის 2 კილო და 994 გრამი, ანუ 6 გრამი დაგვაკლდა რომ ავსულიყავით 3 კილოზე. ძალიან მსუბუქი თოფი, აი როგორც ქარი, ისეთი თოფია შეიძლება ითქვას. ყველაზე საინტერესო არის რომ აი ეს თამასა არის 6 მმ-იანია თუ არ ვცდები, ან 6 ან 7, 8 მმ-იანი არ არის და მავიწყდა ამისი გაზომვა. ან 6 მმ-ია, ან 7 მმ. უფრო წვრილი არ არის და მეტი მსხვილი არ არის, ამაზე თავი შემიძლია დავდო. უყურეთ როგორი ტიპის თამასა აქვს. ძალიან საინტერესო. ჩვენ შემთხვევაში ხო ვიცი რომ ეს გვერდების სავსე აქვს და მასიურია ხოლმე თამასა და ამას უყურე როგორი ფრეზი აქვს გაკეთებული, რომ თოფი დამსუფუგებული იყო, უყურე როგორი კბილი აქვს, ჩვენ ხო ვიცი რომ მასიურია ხოლმე. და აი როგორი ფრეზი რო გაკეთებული, რომ კიდე რაღაცა მისხალი ბალანსის ამბავში მოეკლოთ თოფისთვის. ძალიან მაგარი ლულა აქვს, მოკლედ ლულა ავარჩიეთ. ლულა ავარჩიეთ, ბატონო ჩემო. ლულა ავარჩიეთ, იდეალურია. ჩოკების მორგებაც იდეალურია. სიმრგვალეებიც იდეალურია. ყველაფერი აქ იდეალური აბსოლუტურად. თოფს ყველა ვარიანტში არჩევა უნდა ვიცით. შემდეგ ყველაზე საინტერესო იმეებზე გადავიდეთ. გვიწერია აგერ რომ გამოყენებამდე გავეცნოთ, წავიკითხოთ და გავეცნოთ ინსტრუქციას აუცილებლად. რამდენად ფოკუსებს ახლა ეს არ ვიცი. შემდეგ აი ეს აღნიშნო, არ ვიცი რას ნიშნავს IT 24. მე ვფიქრობ რომ ეს არის წლოვანება თოფის გამოშვებისა 2024 და IT ნიშნავს ალბათ იტალიას და შეიძლება სხვა ინიციალებიც შიგნით ასე ვთქვათ ჩაფიქრებული. შემდეგ ჩვენ გვაქვს აგერ ვხედავთ CIPS სტამღა და CIP შროშანის ყვავილი. რაც კიდე ერთჯერ გვიდასტურებს ჩვენ რომ ეს არის დატესტილი და აგერ დამღები არტყია CIP-ის მიერ. მოკლედ ახლა ძალიან გამეწელა საუბარი, მაგრამ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. და აგერ ლულაზეც გვიწერია ფაბარმი, რომ არის ტრიბორეკაბურღვის, არის 12 კალიბრის 76 მმ-იანი სავაზნით, რომ არის იტალიური და გავლილი აქვს ტესტი 1630 ბარზე. ანუ ყველაფერი აწერია აბსოლუტურად თოფს, თუ რამე ინფორმაცია გაინტერესებს ადამიანს თოფზე კონკრეტულად რა. შემდეგ ყველაზე საინტერესო რაც არის და რასაც გვასწავლიდნენ ხოლმე და ცოტა აქ სხვანაირად არის, თუმცა საერთო ჯამში სტანდარტი დარღვეული არ არის. საერთო ჯამში სტანდარტი დარღვეული არ არის. აი აქაც გვაქვს მითითება. IT 24, რაც ნიშნავს რომ ისე ვიმეორებ თოფი უნდა იყოს 2024 წლის, მე როგორც ვიცი, თავს ვერ დავდებ. შემდეგ ხო CIP გვასწავლის რომ როგორც თოფის ლულაზე უნდა იყოს CIP-ის დამღები დატანილი, როგორც ფოლადის მაჩვენებელი და ასე შემდეგ, იგივენაირად უნდა იყოს გეჯაზე დატანილი. და გეჯაზე და ჩამკეტ მექანიზმზე, ეგრეთ წოდებულ ზატორზეც უნდა იყოს დატანილი. და ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ჩამკეტ მექანიზმზე არის მარტო CIP-ი დატანილი და CIP შროშანის ყვავილი აღარ არის, ოფიციალური ლოგო CIP-საც აგერ არის თვითონ იტალიის ლოგო და მეორე მხრიდან გვაქვს გეჯაზე თავად ისევ CIP-ი იტალიური ლოგოთი და არანაირი CIP შროშანის ყვავილი გეჯაზე აღარ გვაქვს.
თუმცა ცალკე აღებული შემდეგ აგერ თოფს აწერია რომ ესე იგი ამ თოფს 12 კალიბრიან თოფს კონკრეტულ თოფს გავლილი აქვს 1630 ბარზე ტესტი, ანუ კალაპოტზე აწერია, რაც ნიშნავს, რომ კალაპოტის იგივენაირადაა შემოწმებული და აწერია გვერდზე, რომ Steel Shot Prof. ესეთი მითითება. ანუ ფოლადის გასროლებსაც უძლებს ეს კალაპოტი და აქ უკვე ინიციალით კი აღარ გვაქვს აღნიშნული, არამედ პირდაპირ გვიწერია და შესაბამისად აღარ ისურვეს, რომ ლოგოც დაერტყათ. ეს არის ამისი ასე ვთქვათ CIP მიმოხილვა და დანარჩენი ეხლა გადავიდეთ უფრო ფართე მიმოხილვაზე გადავიდეთ. თოფი იშლება ძალიან მარტივად, აი ძალიან მარტივია ყველაფერი. როგორ ახსნა არ ვიცი, ყველაზე ძალიან ეხლა მე რაც მაინტერესებს იმას გაჩვენებთ, მე კი არა ზოგადად რაც საინტერესო ფაქტია,